მოგესალმებით, მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს YouTube არხზე. მე მინდა დღეს მოვამზადო კერძი, რომელიც ძალიან ლამაზია, რომელიც ძალიან გემრიელია, რომელიც აკეთებს ბევრ ფერთა გამას, ეს არის აჯაფსანდალი. ჩემის აზრით აჯაფსანდალი არის ბოსტნეულით დახატული ფერწერული ტილო. და რავი, ხელოვნებასთან ერთად ძალიან გემრიელი უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ იმდენი ფერია, იმდენი ბოსტნეულია, იმდენი სილამაზეა ზაფხულის, რომ წესით ცუდი არ უნდა გამოვიდეს. აჯაფსანდალისთვის როგორც გითხარით, დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები: ბადრიჯანი, ბულგარული, ხახვი, პომიდორი, მწვანე ქინძი, მწვანე მწარე წიწაკა, რეჰანი, სტაფილო და ეს ყველაფერი, აი წერა რო გითხარით, მე მგონი ვერ გაიგეთ, ფერთა გამა. ეს ყველაფერი არის ფერთა გამა და ეს ყველაფერი არის სილამაზე, რომელიც ჩემის აზრით გემრიელი გამოვა კერძში. დავიწყოთ დაჭრა ინგრედიენტების. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ყველაფერი დავჭრათ წვრილად და გრძლად. გრძლად, იმიტომ რომ სხვანაირი სილამაზე შეიძინოს თვითონ ქვაფში. შემდეგ თავიდანვე გეტყვით, რომ ვჭრით ინგრედიენტებს წვრილად, გრძლად და ყველაფერს ვთუშავთ ტაფაში, ზეითუნის ზეთში ცალ-ცალკე. ცალ-ცალკე რასაც დავჭრით და რასაც მოვთუშავთ, მერე ყველაფერს ერთად ვაერთიანებთ დიდ ქვაფში. დავიწყოთ უკვე დაჭრა ინგრედიენტების. შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად წვრილად და გრძლად დავჭრათ. დავჭრათ ბულგარული, გამოვაცალოთ შიგთავსი. ესეც ერთი წამით ვისკი გვაქვს. მინდა ცოტა ენერგიისთვის გაგვიმარჯოს. ისეთი სუნელი მოდის, მე მგონი, სანამ ქვაფში ჩავყრით, მოგვიწევს ხოლმე დაგემოვნება. დავჭრათ სტაფილო გრძლად. ხახვი უმჯობესია ალყა-ალყად, იმიტომ რომ რახან ყველაფერი ცოტა წვრილად და გრძლად დავჭერით, ხახვიც უმჯობესი იქნება, რომ დავჭრათ ალყა-ალყა. ისეთი არომატი აქვს ხახვს, გემრიელია. ეს ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა მოვთუშოთ. ტაფაზე ხახვი და ნიორი უმჯობესია, რომ ერთად იყოს. უნდა მოვთუშოთ ბულგარული და ბადრიჯანი ერთად უნდა მოვთუშოთ. და ეს ყველაფერი გავაერთიანოთ ქვაფში. როგორც თქვით, ცალკე ვთუშავთ ზეთში ყველა ინგრედიენტს.
ეს ბულგარული და ეხლა ვთუშავთ ბულგარულს და ბადრიჯანს. ყველაფერი ცალ-ცალკე. ბადრიჯანს ვთუშავთ მანამ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ცოტა ოდნავ რომ მოითუშება, მერე უკვე გავაერთიანებთ ყველაფერს. ბულგარულთან ერთად უმჯობესია მოვთუშოთ სტაფილოც. აი ზუსტად ამას ვამბობდი, რომ არაჩვეულებრივი ფერებით არის გაჯერებული მეტი და ნელა როგორც ვთქვით, ყველაფერს ცალ-ცალკე ვთუშავთ, გავაერთიანოთ. გავაერთიანოთ ბადრიჯანთან. ფერები ნელ-ნელა ეხამება ერთმანეთს. შემდეგ ტაფაზე დავყრით მოსათუშად ხავხს და ნიორს. და ხდება ნელ-ნელა ყველაფრის გაერთიანება. ფერები ნელ-ნელა ერთმანეთს ერწყმის. იმ ტილოზე ხელოვნების ნიმუშზე, რაზეც ვისაუბრეთ, მალე იქნება შედეგი. მოთუშულ ხავხს და ნიორს ვაერთიანებთ ხვაფში. ნელ-ნელა რომ გალამაზდეს ფერთა გამა და ის ტილომ რომ მიიღოს ხელოვნების ნიმუშის სახე. უყურებთ. სტაფილო, ხახვი, ნიორი, ბადრიჯანი, ბულგარული გავაერთიანებთ. ორივე დავახუროთ, გაითუშოს კარგად. ვიწყებთ მწვანე ქინძის დაჭრას. წილად რომელსაც მე ბოლოსკენ ის როცა მოითუშება ყველაფერი, ცალ-ცალკე გაერთიანებული, ცალ-ცალკე მოთუშული და გაერთიანებული ინგრედიენტები როცა მოჩება მოთუშვას, ბოლოსკენ ვამზადებთ ყველაფერს. მწვანეს, ცოცხალს, მწვანე ქინძს, მწვანე წიწაკას და რეჰანს, რომელსაც მოვაყრით იმ გაერთიანებულ ინგრედიენტებთან ერთად ხვაფში. ეს რეჰანი. მწვანე წიწაკა. ასევე კუბიკებად დავჭრით პამიდორს, პატარა ზომის პამიდორს. და ამ ყველაფერს ჩავამატებთ იმ გაერთიანებულ მასაში.
ცოტაოდენ კარაქს. დაახლოებით 50-60 გრამს. უვევთ. და დაველოდებით გაერთიანებას და ჩათუშვას პამიდურის და სხვა ინგრედიენტების. ეხლა ვაყრით მარილს. და მოვურიოთ. უფ, რა არომატი აქვს. ოჰოჰოჰო, молодец. კარგია. ოჩახ ხელოვნების ნიმუშიც დაიდო. ელეგანტური ფერები, ტილო, ხელოვნების ნიმუში, ზეთი, კარაქი, ყვითელი, წითელი, მწვანე. ეს არის ადამიანობა რა. ჩანგალი არ გვინდა. ლავაში გვინდა. ვა, მაგარია. ღვინო ხო გვინდა. ღვინო არ გვინდა? გვინდა. ერთი ჭიქით ხო უნდა დავილოცოთ ერთი წამით. ღვინოც მოვიტანე. აბა გავსინჯოთ. ოჰოჰო, საჭმელად დაგენანება ესეთი სილამაზეა. სპაპუნია. განუმეორებელია. საოცრება. დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ და გაგვიმარჯოს.